მე ვაძლევ ხალხს პირობას, რომ შემდეგ არჩევნებზე მათ ექნებათ არჩევანის გაკეთების საშუალება კარგსა და უკეთეს შორის. არ უნდათ ქართული ოცნება? კი ბატონო, მაგრამ უნდა უყვარდეს ქვეყანა, ვინც ქვეყანას მიხედავს ის აირჩიონ. ეს პირობა ოლიგარქმა ივანიშვილმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გასცა და მგონი ერთადერთია, რომლის ასრულებასაც აპირებს. მისი აღქმით კარგი, ანუ ქართული ოცნება ხო თავად შემოგთავაზა და რადგან ახლა უკეთესის პირობასაც თავად იძლევა, სავარაუდოდ ამ უკეთესსაც თავად შემოგთავაზებს. აუცილებელია ვიცოდეთ, რომ ამ უკეთესში ივანიშვილი არც ერთ არსებულ ოპოზიციურ პარტიას არ გულისხმობს. რჩება ერთი ვერსია, თავად გამოიგონებს ახალს. ხალხს არჩევანის საშუალება ხომ უნდა მისცეს. კიდევ ერთი ციტატა 2024 წლის არჩევნების წინ მიცემული ინტერვიუდან. სამწუხაროდ არ გაქვთ არჩევანი და ბოდიშს მოვიხდით ამაზე, მაგრამ ეს არ არის ჩემი ბრალეულობა. გეკნებათ არჩევანი ამის შემდგომ. არა ქართული ოცნება, არამედ მსგავსი და უკეთესი აირჩიოთ. აი ამ სიტუაციას შევქმნით ჩვენ შემდეგი არჩევნებისთვის. ოპოზიცია იმდენი იქნება, რამდენიც გვინდა. ეს არ არის ოპოზიცია ხალხო, ეს ბოროტი ძალა, ხალხის მტერი ძალა. ამათ ქვეყანა ეზიძღებათ. არც ერთ საქართველო არ უყვარს. ქართული ოცნებაც ამოვიდა ალბათ ხალხს ხელში. 12 წლის განმავლობაში დემოკრატიულ სახელმწიფოში ერთი და იგივე ხელისუფლება აირჩიო ძალიან რთულია. ნამდვილად ამოუვიდა. ამას ყოველდღიური უწყვეტი აქციებით მოწმობს დედაქალაქის მთავარ გამზირზე. მანამდე სამოსული ჰყავდა ყელში და 2024 წლის არჩევნების წინ მით უმეტეს. თუმცა მაინც აარჩევინა და რა აღარ იკადრა ოცნებამ ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე და უმრავლესობა ძლივს გაიფორმა. ხოდა როგორც ჩანს, მეტის გარისკვა აღარ უნდა და რადგან იცის, რომ ხალხს ქართული ოცნება ყელში ამოუვიდა, ხალხზე ზრუნვაში და მათი სურვილებისა და ოცნებების ასრულებაში ქანწგაწყვეტილი ოლიგარქი ახალ ოცნებას გამოიგონებს ხალხისთვის. იმედებისა და ოცნებების მოგონება ხომ მისი კანიოგია. ხალხის ბედნიერებისათვის რა არის საჭირო? იმედი. სათა და შენ უნდა მოიგონო ხალხის იმედი. მოვიგონე მე. ჩემი ხალხისათვის იმედი. და ნამეტანი იმედია ნათქვას ყველა. იმედი თუ აქვს ხალხს. ზედმეტს არ გაილებს ხალხი გულში არაფერს. და იქნება ბედნიერი. არა მარტო ხალხისთვის, საკუთარი თავისთვისაც მოიგონა ეს იმედი ოლიგარქმა. იმედი აქვს, რომ ქართული ოცნების მმართველობით დაღლილი და გაღატაკებული ხალხი მის ამ მოგონილ იმედს წამოეგება. ხოდა როგორც ოცნებაში განავლელი ადამიანები ამბობენ, მისცა ბურთი და მოედანი კობახიძეს და დანარჩენ მარიონეტებს და გაწია საკუთარი ნდობით აღჭურვილი ხალხი პარტიიდან. ცვლილებები კიდე იქნებაო, ბოროტი ენები ამბობენ. ომელაური და ეკონომიკის მინისტრიც მიყვებიან ლიჟვაძეს და ლილუაშვილსო. ის კი არა ღარიბაშვილიც შეიძლება გადადგეს პარტიის თავმჯდომარეობიდანო. როდესაც 8 წელია ხარ პარლამენტში და ერთი და იგივე ადამიანთა ჯგუფთან იხილავ ამ ყველაფერს, ხომ? რა თქმა უნდა, გროვდება და რო იხილავ, მე შენ მოსაზრებას, შენი მოსაზრება ვისთან მიგაქვს? მიგაქვს პარტიის თავმჯდომარესთან და ალბათ ესე ნელ-ნელა მივედით იმ დასკვნამდე და ალბათ თავმჯდომარეს მივიდა იმ თანათავმჯდომარეს მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აგერბურთი აგერბოიდანი მოვუარეთ, ვნახავთ რა ქვეყანას ააშენებთ და ამასობაში მე ოპოზიციასაც შევქმნი და ვნახავთ. ვერ გეტყვით ახლა ვიზზე დადებს აქცენტს ბატონი ბიზნერი ივანიშვილი. მე მხოლოდ გამოვდივარ მისი სიტყვებიდან, როდესაც მან კიდევ ერთხელ მინდა აღნიშნო ტელეკომპანია იმედის ეთერში პირდაპირ დაანონსა და თქვა, რომ აუცილებლად შევქმნი ოპოზიციას. ბუნებრივია ახლა ოპოზიცია რო შეექმნა ვიღაცა ისეთი ადამიანებიდან ახლა, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობაში არიან და იტყვიან მე ოპოზიცია ვართ, ახლა ამას მოსახლეობა რა თქმა უნდა არ დაუჯერებდა, ხო? ამიტომ ახლა როგორც ჩანს რეალური ოპოზიციის შექმნისთვის ემზადება, მაგრამ საამისოდ რომ ხელისუფლება არ ჩამოიშალოს, აქ უნდა გამტკიცდეს და ერთ ადამიანს ჩააბაროს მთლიანი ვერტიკალი. არ ვიცი რამ უნდა შეუშალოს ქართული ოცნების ჩამოშლას ხელი, მაგრამ ერთადერთი იმის იმედი მაქვს, რომ ბრიტანეთს იმიჯი შეელახა თურმე ივანიშვილის ძალოვნების დასანქცირებით და ეგ თუ გადაარჩენს ალუდას ახლა იმით შელახულმა ბრიტანეთმა ვის რა უნდა დააკლოს. როდესაც დღევანდელ დღეს 21 საუკუნეში ხედავთ ასე თუ არგუმენტო თუ ხშირ შემთხვევაში სუბიექტურ გადაწყვეტილებას, ეს ასევე მათი მის ძალიან დიდ დარტყმას აყენებს. მამუკა კიდევ უფრო შორს წავიდა და სანქციები 9 აპრილს შეადარა. გარდა იმისა, რომ თურმე ბრიტანეთი და რუსეთი საქართველოსთვის ერთნაირი მტერია, ეს სანქციები ხან არ მუშაობს და ვერაფერს დაგვაკლებსო იძახიან და ხან რუსის ჯარზე უარესია. სინამდვილეში ყველაფერი მშვენივრად მუშაობს და რაც დრო გავა, კიდევ უფრო იმუშავებს. ბრიტანეთი ასანქცირებთ, ამერიკის ახალი ადმინისტრაცია აკრიტიკებთ. ევროპას ხომ დასანახად არ უნდა ქოცი. ყველა ვინც ქართველი ხალხის მეგობარია, ამათი
მტერია. სამაგიეროდ ამ ქვეყნის მტრებთან პოულობენ ბევრ საერთოს. სამშვიდობო ხედვა გვაქვს ჩვენი ურთიერთობების მიმართულებით რუსეთთან. ჩვენი ტერიტორიების დაახლოებით 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და ამ პირობებშიც კი ძალიან მშვიდობიან და პრაგმატულ ხედვას მივყვებით. არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, მაგრამ ამავდროულად ინტენსიურ ეკონომიკურ პოლიტიკას ვახორციელებთ და სავაჭრო პარტნიორობა გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან. ესეც არის ჩვენი ხედვის ნაწილი. უნდა ვახსენო, რომ ეს ხედვა მუშაობს. პრემიერად წოდებულმა გამოაცხადა რუსეთთან ინტენსიურ ეკონომიკურ და სავაჭრო პარტნიორობას ვახორციელებთო. პრაგმატულ ხედვას მიუყვებითო. კობახიძემ ზუსტად იცის, რომ ოკუპირებული ქვეყნის ეკონომიკის ოკუპანტი ქვეყნის ეკონომიკაზე მიბმა არაფერს მოიტანს კარგს და ეს წარსულის გამოცდილებაზეც უნდა გვესწავლა. მაგრამ მთელ ცივილიზებულ სამყაროს რომ გადაიკიდებდა ავტორიტარად ჩამოყალიბდები, მერე პრაგმატულობას სამშობლოს ღალატში თუ ვპოვებ მხოლოდ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბერს, როგორც 2012 წლის 1 ოქტომბერს, 5-ზე კაცი გამოვიდეთ და ქართულ ოცნებას ერთადერთ რეალურ პოლიტიკურ ძალას საქართველოში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაში დავეხმაროთ. ბევრი ეხვეწა ივანიშვილი ხალხს ბოლო არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობა მჭირდება ნაცები რომ ავკრძალო, მაგრამ უპრეცედენტო გაყალბების ფონზეც კი ვერ შეძლო უბრალო უმრავლესობაზე მეტი აეღო. თუმცა სრულიად ოპოზიციის გაუქმების გეგმაზე ხელი მაინც არ აუღია და ყველანაირი მეთოდებით ცდილობს ოპოზიციისა და კრიტიკული მედიების გაქრობას. თუ მიზანს მიაღწია და ყველა აკრძალა, ვინც არ მოსწონს, მერე საკუთარი ოპოზიციებით დაკომპლექტებულ ველზე შესაძლოა რიგგარეში არჩევნებიც კი დანიშნოს. პოზიციაც თვითონ იქნება და ოპოზიციაც, უმრავლესობაც მისი იქნება და უმცირესობაც. მერე კი მართლა შეიძლება ამოიღოს კონსტიტუციიდან 78 მუხლი, მაინც ხელს უშლის. ჩემი აზრით ეს 2 წელი ახლა დაჭირდება ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობას, რომ კიდევ ერთხელ თქვა გამოასწოროს, გაამკაცროს რაღაც რეგულაციები, შეიძლება სხვა უფრო რაღაცა სხვა ტიპის კანონმდებლობაც მიიღოს, იმიტომ რომ მარტო არიან დარჩენილი და აკონტროლებელი არავინ არ არის ამ პროცესის და 2026 წელს ჩემი აზრით ჩატარდება რიგარეში საპარლამენტო არჩევნები, იმიტომ რომ სხვანაირად შეუძლებელია იმ პოლიტიკური კრიზისის შეიძლება არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არასასიამოვნო გარემოს აღმოფხვრა თუ არ იქნება საპარლამენტო არჩევნები რიგარეში. საპარლამენტო რესპუბლიკაში რიგარეში არჩევნების დანიშვნის საბაბი ბევრი მოიძებნება. მოფიქრება არ გაუჭირდება და ჩაატარებს ასე არჩევნებს მხოლოდ საკუთარი თავისთვის, როგორც ლუკაშენკო. მე ყოველთვის ვამბობდი, ჩვენ არჩევნებს ვატარებთ ჩვენთვის. ივანიშვილის შესაძლო გეგმა გასაგებია საკონსტიტუციო უმრავლესობაც უნდა, ევროინტეგრაციის შეჩერებაც, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის გაუქმებაც, რუსეთთან მიერთებაც, ყველა საკრძალვაც, ვინც ამ ყველაფერში ხელს უშლის და ეწინააღმდეგება. ასეთი კი ამ ქვეყანაში ძალიან ბევრია, დიდი უმრავლესობა, რომელსაც ვერც რეპრესიებით მოერია, ვერც ჯარიმებით, ვერც დარბევით და ვერც დაჭერით, ვერც მოერევა. თუმცა ყველა შესაძლო სცენარი მაინც განხილული უნდა გქონდეს. ხალხმა ზუსტად უნდა იცოდეს, რომ ძალაუფლების რამე ფორმით შესანარჩუნებლად ყველანაირ ძალადობაზე თუ აფიორაზე წავა და აღარ უნდა მოთხოვდეს. ახალი ოპოზიციის შექმნით შესაძლოა იმ ამომრჩევლის გულის მოგებასაც ცდილობდეს, ვინც ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯების გამო განუდგა. შესაძლოა ყველაფერი ისე მოახერხოს, რომ თავად არც გამოჩნდეს. ამიტომ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, თუ ოლიგარქი ოპოზიციის, არასამთავრობოებისა და კრიტიკული მედიების გაუქმებას მოახერხებს, მერე ყველაფერი გაუვა. მერე არჩევნებს ან საერთოდ აღარ, ან მხოლოდ საკუთარი თავისთვის და პარტიებისთვის ჩაატარებს. და გაცილებით მეცაც გავაკეთებთ. იმაზე მეც გავაკეთებთ, რასაც გირდები. ჩვენი ოცნებების ასრულებას გაუმარ! დასავლეთისგან მოძულებულმა ბიძინამ ძველი თუ ახალი ოცნებით წესით ვეღარ უნდა შეძლოს ქართველი ხალხის მოტყუება. თუმცა სიფრთხილეს თავი არ სდგება. ერიდეთ ყველას, ვინც უფასო ფულს 5 მილიონს და ფურცელზე დაწერილი ოცნებების ასრულებას დაგვირდებათ. ერიდეთ ნებისმიერი ფორმაციის კოდს. თორე შესაძლოა ევროინტეგრაციის დაპირებით ხელისუფლებაში მოსულმა რამდენიმე წლის თავზე გამოგიცხადოთ, რომ ევროპა ჩვენი თვითმიზანი აღარ არის და რომ ელჩებიც აღარ გვჭირდებიან იქ. შემიძლია ისიც გითხრათ, რომ კონკრეტულ ქვეყნებში საქართველოს ელჩები საქმის გარეშე არიან დარჩენილნი, რადგან ამ ეტაპზე შეუძლებელია ამ კონკრეტულ ქვეყნებთან ურთიერთობა. ევროპას რომ ჩვენი გარყვნა და ჩვენი კაცების გათხოვება უნდა, ეგ უკვე მრავალგზის მოვისმინეთ. Deep State რომ მხოლოდ ჩვენ გვებრძვის მიზანმიმართულად, ბრიტანეთს რომ თავი არ გამოეყოფა დუნიაზე, ეგეც. მოყვრისა და მტრის არამცნობ ქართულ ოცნებას უკვე მერამდენად ევროპიდან ქართულად უხსნიან, მოყვარეს როგორ უნდა ექცეოდნენ და მტერს როგორ. ხამს მოხფარე მოხთვისათვის დავიჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიხვალული გზად დახიდათ. კობახიძეს რომ კითხო, ეს კაცი გვართმევს ქართველობას, ისე ჩანს იქეთ გაუყოფს ქართველობას კობახიძესაც, ანრისაც და ბიძინასაც და თავისთვისაც დარჩება კიდევ. Том негусledим не може знанието да ни брани. Винаги е безполезно закопаното имане. On
aime un ami généreux, de l'aider, on ne se dispense. Žiaden dobrý skutok, ktorý človek vykoná, nezostane bez odmeny. ერთად ვიხოთ ევროპის დღეს. არა მხოლოდ ჰერჩინსკი და მისი წინამორბედები, მთელი დასავლური სამყარო ზუსტად მაგის მცდელობაშია. ახლა რომ როგორმე თვითმყოფადობა შევინარჩუნოთ, როგორმე გადავრჩეთ, თავი დავახციოთ ადგილობრივ თუ გარე რუსებისაგან და ევროპისკენ წავიდეთ. ამ ცდაში ცივილიზებული სამყარო და ქართველი ხალხი ერთადაა. რუსული რეჟიმი და რუსეთი კი ერთად. ვისი აჯობებს წესით მალე უნდა გაირკვეს, მაგრამ გამოცდილება, ისტორია, ჟანრის ლოგიკა, რუსთაველი, ყველაფერი გვანიშნებს და გვასწავლის, რომ ბოლოს სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე. და თუ ეს ჯერ ასე არ მომხდარა, ანუ ჯერ ბოლო არ არის და ბრძოლა გრძელდება.